მუსლიმებს ორი ბაირამი გაგვაჩნია. ეს არის რამაზან ბაირამი და ყურბან ბაირამი. ყურბან ბაირამი აღინიშნება რამაზან ბაირამის შემდეგ დაახლოებით 70 დღის შემდეგ, ასე ვთქვათ. ყურბან ბაირამი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გამომდინარე იქედან, რომ ამ პერიოდში სრულდება ჰაჯობაც წმინდა მიწებზე, საუდის არაბეთში, მექასა და მედინაში და ასევე ყურბან ბაირამის პერიოდში ჩვენ შევწირავთ ყურბანს. ყურბანი ღმერთთან დაახლოებას ნიშნავს. ყურანში, რა თქმა უნდა, ყურბანთან დაკავშირებით გაცხადებულია, რომ ეს არის ღვთისმსახურება და აქ სულიერება, მორჩილება და გულწრფელობა უფრო მთავარია. ჩვენ დილას ვიწყებთ ლოცვით, ბაირამის ლოცვით. ამის შემდეგ მივდივართ, შევწირავთ ყურბანს. ვეწევით ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა, მოვინახულებთ მშობლებს, ახლობლებს, ნათესავებს. შუამავალი გვამცნობს, რომ შეწირული ყურბნის ხორცი უმჯობესი არის გავყოთ სამ ნაწილად. ერთი ნაწილი უწილადოთ, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრებს, ერთი მესამედი ღარიბებს, შეჭირვებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ერთი ნაწილიც მეზობლებს, ახლობლებს, მიუხედავად მათი მატერიალური მდგომარეობისა. ქველმოქმედებას საზღვრები არ აქვს, გულისხმობ ეროვნებას, აღსარებლობას და ასე შემდეგ. ჩვენ ვალდებული ვართ მორწმუნე ადამიანები, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ვთქვათ, ხელმოკლეობას განიცდის, ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად მათი აღსარებლობისა, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რამე თუ თითოეული ადამიანი არის ღვთის გაჩენილი და ზოგადად, როგორც ყურანში არის ნაბრძანები, ადამიანი გაჩენილი არის როგორც ახსანი თაყვემი. ალლაჰის უმაღლესი ქმნილება და ყველაზე პატივდებული არსება და შესაბამისად ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს.